C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შემდეგ სახელმწიფო ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსებას იწყებს. რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ. ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. რეფორმის მთავარი მიზეზი არის მედიკამენტზე და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პრეპარატი ჰერცეპტინით ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო სრულ კურსს 80%-ით დააფინანსებს. თუ წელს ეს მკურნალობა დაუჯდებოდათ წელიწადში სადღაც 50,000 ლარის ფარგლებში, ეს ღირებულება წელიწადში მაქსიმალურ რაოდენობას ვიღებ შემცირდა 7,000 ლარამდე. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დღეს უკვე გამოქვეყნდება შესაბამისი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცენ ეს ადამიანები. მედიკოსები პრეპარატის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 1300-მდე ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 20-25% ჰერორ დადებითია და ჰერცეპტინით მკურნალობას საჭიროებს. მისი გამოყენებით ძუძუს კიბოს ამ ფორმის მკურნალობის შედეგები 40%-ით უმჯობესდება. ქალბატონებს ცხოვრებს საქართველოში ეხლა აქვს სრული საშუალება ჩაიტარონ იგივე სტანდარტის მკურნალობა, რაც ევროპის სამოქალაქო ქვეყნებში. ჰერცეპტინის დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიამ დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის უკვე აამოქმედა. მერიაში ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების მასშტაბების გაზრდას მიესალმებიან. ძალიან კარგი ინიციატივა არის და პრაქტიკულად მერია ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კოორდინაციაში არის ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას უპრეცედენტო პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით. 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ახალი პროგრამის დაწყება სწორედ ამ თარიღს დაემთხვა. კიბო მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მედიცინის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა კიბოს მკურნალობაში არის ეს ტარგეტული თერაპია, რომლის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ სწორედ ჰერცეპტინი, რომლის პროგრამაც წელს საქართველოში ინერგება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2015 წელს პრეპარატი ჰერცეპტინი სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების ნუსხაში შეიყვანა. ჰერცეპტინით მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება რეგიონებში 15 თებერვლიდან დაიწყება.